დღევანდელ ლაივზე ხალხო გვექნება Seedview ჟურნალის პლატფორმის განხილვა და ასევე დღეს კიდევ ლაივზე ვისაუბრებთ ჟურნალის მნიშვნელობაზე და რამდენად მნიშვნელოვანია სტატისტიკა იცოდეს ტრეიდერმა და თავისი data, ანუ ინფორმაცია თავის სტრატეგიაზე და თავის მიდგომაზე მარკეტზე და რამდენად ავითარებს ჟურნალში და თავისი ინფორმაციის ჩაწერა ინდივიდუალურ ტრეიდერს. მოკლედ პირველ რიგში ეს არის Seedview-G, ვინც არიცით, ჩვენი ახალი პროექტი, რაც უკვე რამოდენიმე კვირაა ჩაუშვით და გაშვებული არის. Seedview-ს მიზანი არის ის, რომ ყველა ტრეიდერს დაეხმაროს იმაში, რომ თავიანთი შეცდომები იპოვონ, გამოასწორონ და უკეთესი გახადონ. თავიანთი სტატისტიკა და იცოდნენ ზოგადად ჟურნალის მნიშვნელობა რაც არის რომ იცოდი როდის ხარ ცუდი, როდის ხარ კარგი. ეს შეიძლება იყოს დღეები, კვირეები, თვეები. ანუ ყველაფერზე ინფორმაცია ყველა ტრეიდერს უნდა კონდეს. Seedview-ზე რომ შემოხოთ რო დარეგისტრირდებით, პირდაპირ როგორც კი გახსნით, პირველ შეგვხვდება დეშბორდი რა. შეგიძლიათ აკაუნტი დაამატოთ, ნებისმიერი სახის აკაუნტი, შეიძლება იყოს live აკაუნტი, demo აკაუნტი, backtesting აკაუნტი, funded აკაუნტი, paper trading-ი და ასე შემდეგ. ნებისმიერ შექმნის დაარქვით თქვენს სახელს და მაგ აკაუნტზე შეიტანთ მაგ ინფორმაციას. მაგალითად დავარქვით ამას B. და ბალანსი იყოს $50,000. მომიტევეთ ხო? დღეს გაციებული ვარ, ხმას მაგითო მაქვს შეცვლილი. და იმედია შმოტონის ხმა არ იქნება ჩემგან და გავაკონტროლებ. მოკლედ, დეშბორდზე გვაქვს ესეთი უინფორმაციო. არაფერი არ არის ჯერ, რატომ? იმიტომ რომ ტრეიდი არ არის ჩაწერილი. მოდი ჩავწეროთ. პირველ რიგში მუშაობთ იმაზე, რომ მომავალში თავისით ჩაიწეროს ტრეიდების პროფიტები და წაგებები, ყველაფერი და ახლაც შეგიძლიათ რამოდენიმე რაღაც გააკეთოთ, რომ თავისით ჩაიწეროს ტრეიდი. მაგრამ მოდი დავიწყოთ ჩვენი დღე, პირველი აქ გადავდივართ და როგორ გძნობთ თავს ამ ყველაფერზე ვლაპარაკობთ რა. ეს იმისთვის არის, რომ ტრეიდინგში ზოგადად ვინც არიცით, არის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგია. და ფსიქოლოგიური მხარე რომ გამოგვესწორებინა ჩვენი კომუნიკის წევრებისთვის და რომ უკეთესად დაგაფიქროთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარე ტრეიდინგში. ამისთვის არის ეს, რომ ყველაფერი თქვენ თავთან მართლები იყოთ აქ და თქვენ თავს ესე ვთქვათ, თქვენ პონჩი ესაუბროთ. ამას ვერავინ ვერ ხედავს, თუ გონით რომ ჩვენ ხედავთ თქვენს პროფიტებს, არამეს, ვერც თქვენს ბარათებს, ვერაფერს. თქვენთვის არის ეს ყველაფერი რა. ჩაწერთ როგორ გძნობთ თავს, როგორ ფოკუსირებული ხარ, წნარად ხარ, მუნთმენი ხარ, ეს ყველაფერი მიუთითე და ყველაზე დიდი მუღამი რაც არის, რომ ეს ყველაფერი გენახება და მე დიდ data-ს, დიდ ინფორმაციას რო დააგროვებ, მე ყველაფერი ცხადი ხდება რა. როდის რაი შეგვიძლია იმასაც დააკვირდე, რა დღეს, რა მომენტში ხარ ცუდი. შეიძლება აი მაგალითად მე ადრე, აი ცეჩეობ ესე ვიყავი, რომ თუ ვარჯიშამდე კი რა, ტრეიდამდე მე არ ვივარჯიშებდი რა. ხოძე ვერ ვიყავი და კარგად ვერ ტრეიდობდი, ესე ვთქვათ რა. აი ეგ ყველაფერი შეგიძლიათ, აი აქ გაარკვიოთ ეგ პრობლემები. თქვენ თავზე იმუშაოთ აქ რა. ასევე reflection notes-ი რაც არის რომ აქ უკვე საუბრობთ თქვენი ხასიათზე, თქვენს ფსიქოლოგიაზე რაზეც გინდათ საუბარი, თუ გინდ დღეს ტრეიდინგის დღეს როგორი მიდგომით იყავით, მოუთმენლები იყავით, პრობლემა ეს ქონდა რაღაცა, თუ გინდა რაღაც პირადული პრობლემები ჩაწეროთ, მაგისთვის არის. რომ თქვენ პირადული პრობლემებიც რომ წიყოს და აი მაგაზე ძალიან ბევრს, ესე ვთქვათ, უტყდება ხოლმე ლაპარაკიან, არიდებს თავს რა. ძალიან ბევრმა იცის რა პრობლემა აქვს, მაგრამ მაგაზე ფიქრს და მაგაზე თვალში გასწორებას თავისთავად ხო? მაგას არიდებს. ამიტომაც ეს არის მაგისთვის, რომ ეგ პრობლემა მაგვარდეს. რეალურად ეგ გარემო პირობები ძალიან მოქმედებს ტრეიდინგში რა. აქ ჩაწერთ მაგ ყველაფერს შეინახავთ და ეს ყველაფერი შეგენახებათ insight-ში, ყველაფერი ასევე იქ რაც ჩაწერთ ისინიც იქნება რა. ეს უკვე პატერნებია რელაქსაციისთვის, გაიმეოროთ შეგიძლიათ და მე პირადად გატესტილი მაქვს და ძალიან ეხმარება, ძალიან მაგარი არის. ჟურნალისტისთვის რა აქ კითხვები არის, რაც შეგიძლია პასუხი გასცე, სანამ ტრეიდს გახსნი, რა არის ჩემი მიზანი დღევანდელ სატრეიდო სესიაზე. აქ ჩაწერე შეპირად პასუხს. აქ შეგიძლია კითხვა შეიძლება შეიცვალოთ. post ტრეიდი, ტრეიდის შემდეგ. გავყევი თუ არა ჩემს გეგმას დღეს. აქ შეგიძლია მაგალითად ნახო, როგორი პასუხი უნდა გასცე იდეაში. და აქ reflection-ი კიდევ ჩემს ქცევებში რას ვნახულობ. ეს ინგლისურად ეგეთი კითხვა არის და მაგასაც პასუხი გასცემ და ეს ყველაფერი შეგენახება და insight-ში იქნება. შემდეგ
ეს უკვე სანამ ტრეიდს გახსნი. ტრეიდის გახსნის შემდეგ ან დასრულების შემდეგ დავიწყოთ ტრეიდის ჩაწერა. ლოგ ტრეიდი. ლოგ ტრეიდში რო გადავალთ, მაგალითად, log your first trade-შიც. აქედან პირდაპირ გადაგვიყვანს. ჟურნალში რო გადავალთ, ჟურნალში გამოჩნდება უკვე რა ტრეიდება გახსნილი რა. trades რო დავაჭერთ, კიდევ შეგვიძლია იმპორტი და CSV ფაილის გადმოტანა, ესე ვთქვათ, თქვენი პლატფორმიდან პირდაპირ პროფიტით წაგებაც, თითქმის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ყველაფერი გადმოვა თავისით, მაგრამ თქვენ და ჩაწერა თუ გინდათ, დაწერთ რა სიმბოლოზე გახსენით ტრეიდი, მაგალითად MNQ-ზე, მიკრო NASDAQ-ზე. დღეს გავხსენით short-ი. Quantity არის რა რაოდენობის კონტრაქტით გახსენი. მაგალითად 4 კონტრაქტი გავხსენი. PNL-ი, რამდენი მოგების მაჩვენებელი აქვს და თუ წავაგე დავწერ მინუსი და კონკრეტული დოლარი და რისკი რამდენი ქონდა, რა თქმა უნდა, თუ წავაგე 220 და 220 მქონდა რისკი, -1 რეიშიო გვექნება. ტრეიდი რა დღეს გავხსენით, რა დროს, მაგალითად 0.42 დავწეროთ, ეს 2 წელიწადზე არ გიწევთ თქვენ. და გამოვედი 0.9.51-ზე რა. ეს ინფორმაცია თქვენ შეიძლება ვერ აღიქოვდეთ მაგდენად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდე როდის ხარ ცუდი და როდის ხარ კარგი, რამდენს რისკავ, არის თუ არა შენი რისკი სტატიკური, თუ შენი რისკი აქეთ-იქით თამაშობს. შენი პროფიტი ხან ძალიან ბევრია, ხან ძალიან პირიქით დიდი ლოსი არის და თუ სისტემატიური არ ხარ, აქ ექნება ფაქტი, სტატისტიკის, რაზეც გექნება პირდაპირ ინფორმაცია ის თუ რა გამოასწორო და რაზე იმუშაო. Trading session, აქ შეგვიძლია დავამატოთ trading session, მაგალითად London Open. დავამატოთ და London Open-ს გაიხსნა ტრეიდი. სტრატეგია. აი ეს სტრატეგიაში კიდევ უნდა ჩამოვაყალიბოთ თქვენი სახელი და აი ძალიან კარგად ვიცი, რომ ბევრს აი რა ჩაწეროთ, აზრზეც არ ახარ, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ეგ პირველი პრობლემაა იმის, რომ თქვენ ჟურნალს არ აწარმოებთ საერთოდ. ჟურნალი ყველას უნდა კონდეს აბსოლუტურად რა. ეს არის სტრატეგიის სახელი, მაგალითად მე მიცერი ხოლმე MMX-ები. განმარტება შეგიძლიათ ჩამოყალიბოთ სრული განმარტება თქვენი სტრატეგიის და ჩეკლისტი. ანუ სანამ ტრეიჯი შევალ, რას უნდა აკმაყოფილებდეს მარკეტი, ანუ რას უნდა ხედავდი მარკეტს, რომ მე ტრეიდი გავხსნა, free trade checklist. მაგალითად უნდა შევიდე საერთო time frame PDRA-ში, ხო, ვინც ტრეიდინგი გარცით კარგად ვერ გაიგებთ აქ რა შევწერ, რავი. PDRA. მაგალითად უნდა მქონდეს order block-ი. უნდა იყოს SMT. კიდევ რა ვიცი, შეიძლება იყოს ეს displacement-ი. ანუ შენ სტრატეგიაში რაც შედის, create-ს დააჭერ და აქ შეიქმნება. აი ეს ჩამოყალიბდება, update-ი არ დამჯერდება და შემდეგ ასევე ამ checklist-ს კიდევ აჭერთ, რომ თუ შეასრულე შენ მაგ დროს შენ ეგ პირობა ტრეიდის და გეგმას თუ გაყევი რა. Win-ი, partially loss-ი, break-even-ი ესენი მონიშნოთ. რეზულტი წაგება იყო, იმიტომ რომ -220-ს დავამთავრეთ. თაგები. აქ უკვე მნიშვნელოვანი ხოლმე, აი თუ ამ ტრეიდის მოძიება მომინდება მომავალში. ხო, ან აქ შეგიძლია ჩაინიშნო ტრეიდი 5 წუთიაზე გახსენი, ან fair gap-ი რაღაცნაირად გამოიყენ და გინდა მომავალში რო გადახედო, მიუბრუნდი ამას და შენი შეცდომები დაინახო და გამოასწორო რა. როგორ გძნობდი თავს? გეშინო და წყნარად იყავი. აი ეს ყველაფერი შეგიძლია თავდაჯერებული ვიყავი ვითომ ტრეიდში და წავაგე. ეგეც არ არის პრობლემა. კიდევ ეხლა რა შეგვიძლია? სკრინშოტები. გავხსნა trading view. შეგვიძლია ჩვენი ტრეიდი დავსკრინოთ. ესე გავხსენით ტრეიდი. დავსკრინოთ, ისევ დავუბრუნდეთ ამას და აი ესე ჩავაფეისტოთ. დავისი ჩაფეისტება. ნოუთები. აქ კიდე მარკეტის კონდიციაზე რა გაკვეთილი მიიღა, რა ისწავლე, რა შეცდომა დაუში. აი ამ ყველაფერზე უნდა ელაპარაკოთ აქ. მაგალითად ამ ტრეიდში დროზე ადრე შევედი. აი ეს ყველაფერი დაიმახსოვროთ. აჰა. დავასეიროთ ტრეიდი. ზევით სტრატეგია მონიშნა. ხო, სტრატეგია არ მონიშნა. ეს არის უკვე ჩაწერილი, აქვე დაეწერა თავი ჩვენი ეს თქო მოკლე სტატისტიკა, პატარა სტატისტიკა. რამდენი ტრეიდი მაგისტრალი, win rate რა თქმა უნდა 0-ია, იმიტომ რომ წავაგეთ. საშუალოდ რამდენს ვაგებთ, იმიტომ რომ -220 წერია და საშუალოდ რა თქმა უნდა ერთი ტრეიდი გვაქვს და 220 წერს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი მუღამი ამისაც არის, რომ აქ ასობით, აი ბექტესტს რო ვაკეთებთ, ხო? FX replace შედიხარ და ბექტესტს დაგეთებთ, ანუ წინარე მარკეტს ტესტავთ. აქ რო ჩაწერ იმ მთელი წლის ტრეიდებს რო ჩაწერ, ანუ ესეთი დეტალურად არ არის აუცილებელი ჩაწერ, შეგიძლია სკრინები ჩააგდო და მოგება წაგება მიეწერო, ხო? აი
წარმოიდგინეთ რამხელა ზუსტი ინფორმაცია გექნება იმის, თუ შენი საშუალო win rate-ი, საშუალო მოგების მაჩვენებელი, risk to reward-ი, ესა რამდენი ტრეიდი გახსენი, რომელ დღეს ხარ წუდი, რომელ დღეს ხარ კარგი ეს ინფორმაცია რო გექნება, წარმოიდგინეთ რამდენად თავდაჯერებული იქნები რა. ეს ეხა აქ შევიდა ეს ტრეიდი. აი წეღა რო ვახსენე რომ მოძებნა მომიდება მეთქე მაგალითად 5M-ი ჩავწერო ეხა აქ. 5M შეხედა ეს ტრეიდი ავომიგდო. კიდე რა ჩავწერე აქ? რაღაც ჩავწერე. აღარ მახსოვს შემიძლია შევიდე და შევამოწმო. აქ ჩავწერე FG. ხო. FG. აი ესე რომ დააჭერ ტრეიდი ესე გამოჩნდება, აქ იჩვენებს ასევე ნიუსებს, ეკონომიკური კანონიდან გამომდინარე, მაგ დღეს რა ნიუსები იყო და როგორი იმპაქტი ჰქონდა. ყველაფერს აჩვენებს, შეგიძლია გავფილტროთ კიდევაც. ეს გვიჩვენებს სტატისტიკას ანუ ინფორმაციას, რაც იქ ჩავწერეთ მოკლედ, ნოუთები და ასე შემდეგ რა. აი ფეოლიკებს რო ჩავწერო, მოწმენს ამ ტრეიდს. რო ჩავწერო, F-ი რო ჩავწერო, მეცა ლა ჩავწეროთ, ტრეიდს ვერ მოწმენს. მოკლედ, ეს არის უკვე აი ეს არის სილამაზე. აი ეს არის იმინა სილამაზე. აი აქ რო ბევრი ტრეიდი წერია, აზე არ ხარს რა ლამაზი, აი ეს სკრინი რა ლამაზი არის რა. აი ძალიან კომფორტული, აი ესეთი რაღაცა სულ მინდოდა რომ მქონოდა. ძალიან მაგარი არის, აი აქ წერია მე ყველა ტრეიდი დააჭერ ამას კიდე ამოგიგდებს by time, by PNL, by symbol ეს ფილტრები არის და აი ულამაზესად არის ყველაფერი გაკეთებული. ყველაზე დიდი მუღამი რა თქმა უნდა ისევ მეურვებ არის რომ ბევრი ტრეიდი როდესაც წერა. სტატისტიკაში რო გადავალთ, აქვე წერია დეტალურად უფრო მოგება, win rate-ი, ტრეიდების რაოდენობა, საშუალო მოგების მაჩვენებელი, საშუალო წაგების მაჩვენებელი, profit factor-ი, რისკის შეცვლა, best trade-ი, worst trade-ი, ეხლა რადგან ერთი ტრეიდი მიწერია, მაგიტო არის ეგ რა. და კიდევ, აი აქ best performance, best day, best week-ი, best month-ი, best year-ი და best session-ი. აი ეს არის რაც წეგამ ლაპარაკობდი, რომ ტრეიდერმა უნდა იცოდეს, როდის არის კარგი, როდის არის ცუდი და ეს სტატისტიკა უნდა შეენახოს. ყველაზე მაგარი და დიდი მუღამი ამას აქვს რა. და კიდევ მომავალში, აი თქვენთვის რაც ვაპირებ, რომ გავხადო ეს ადგილი რა. ვაპირებ, რომ აი პირდაპირ მიაბათ თქვენი პლატფორმა, რაზეც ტრეიდობთ და პირდაპირ თავისით ჩაიწეროს ეს ტრეიდები. თავისით პირდაპირ და აი აღარ მოგიწევთ ამდენ რაღაცის ჩაწერა, მაგრამ მე უკვე რა თქმა უნდა თქვენით მოგიწევთ, რომ დეტალურად განიხილოთ რაღაცეები რა. პატერნები. ორ შაბათ-დღეს ამდენი ტრეიდია გახსნილი და ხურული, როგორი სტატისტიკა აქვს ორ შაბათს, სამ შაბათს როგორი სტატისტიკა აქვს, 4 შაბათს, 5 შაბათს და ეხლა რადგან მარტო პარასკევის ტრეიდი მიწერია, პარასკევს ესეთი სტატისტიკა აქვს. აი ესეთი. სესიის პერფორმანსი ეხლა რადგან არ გვიწერია ტრეიდები, ეგეც არ წერია. სტრატეგიები. აი ჩემი სტრატეგია ხო წეგან MMX-ი მეუთითე რა. MMX-ი სტრატეგიიდან გამომდინარე, როგორი შედეგი მაქვს. მე ბევრ სტრატეგიას რო დავამატებთ, შეგიძლიათ ბექ ტესტისთვის გამოგადგებოთ ყველაზე მეტად, აქ რამოდენიმე იქნება და შეადარებთ ერთმანეთს, რომელიც ჯობია რა. აქ ეს კიდევ აქაც იგივე სტრატეგიებს გიჩვენებთ, უბრალოდ რადგან ეხა ერთი მაქვს, ყველაფერი არ ჩანს. ჩარტები, აქაც დეტალური ინფორმაცია დამატებით, ნიუსები. ეს ჯერ განახლებადია. გასანახლებელია. რეპორტები. მოკლედ ეს არის შეგიძლია რეპორტები გააკეთო, მაგრამ დღევანდელი რეპორტი, ესეთი დღეს როგორი პერფორმანსი გქონდა, კიდევ რა შეგიძლია კვირის, თვის, მეოთხედის და წლის გააკეთო, ან შეგიძლია შეინფიუთითო რომელი რიცხვი და რომელი რიცხვამდე გინდა მითითება და გექნება. კიდე ფილტრები არის, რომელი დღეს გინდა რეპორტი გააკეთო და ინსტრუმენტები, რაზეც ტრეიდი გახსნილი, რომელი გინდა. რომ ამოარჩიო და აქ რეპორტი გამოგივიდეს, achievement-ები. აქ უკვე არის აი თქვენ რამდენად სისტემატიურები იქნებით, რამდენად რაღაცა ლეველები ვითარი, ჭყალებში XP-ებია რა. 5 custom trading goal-ი როცა მიაღწევ, აი ეს გაიხსნება და კიდე ლეველად მოგეცემა რა. ამ ყველაფერს რო შეასრულებ რაღაცა 100 ტრეიდი ჩაიწერე. ეს ძალიან მაგარი milestone იქნება ყველასთვის. 7-ჯერ დღეში რაღაცა ჩაწერე. და ასე შემდეგ რა, ეს უკვე თქვენი ტროფიები, ეს ტრეიდინგი, ჟურნალინგი, მიზნები, სტრიკები, ესენი დაემატება მომავალში კიდევ ბევრად უფრო მეტი. გაჩნია თქვენგანაც როგორ იქნება აქტიურობა რა. იდეაში inner space-ი კიდევ უკვე გაჩვენეთ. იდეაში ჩვენ რაც ვაპირებთ, აი ამ ჟურნალით არის, რომ ეს არის გლობალური რა, ანუ სიდვი გვიდა რა გლობალზე გავიტანოთ რა. და ქართველებთან თავიდან იმიტომ შემოვაქვს, რომ ჯერ ეგეთი გამოცდილებაც მივიღოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ და უკეთესები ვიყოთ და უფრო მზად გავიდეთ, მაგრამ
თქვენთვის კიდე რისი აკეთებაც გვინდა არის რომ ის ფასი რაც ახლა აქვს რა დღეში არის 53 ცენტი თუ რაღაცა. აგა მაიცა დაშფორდი არ მინდა. აბა ლოგაუთი გავაკეთოთ. ეს ფასი რაც აქვს რა 54 ცენტი გამოდის დღეში. თვეულად გამოდის $23 თვეში რა. ანუ ამის ფასიზე იდეაში როცა უცხოურზე გავიტანთ, რა თქმა უნდა გაიზრდება გამომდინარე იქიდან რომ ბაზარზე ვინც არიან იმათა შედარებით გვინდა რომ კონკურენცია გაუწიოთ რა. მაგრამ ვინც დარეგისტრირდება ახლა და აკაუნტი ექნება და მით უმეტეს რა თქმა უნდა ქართველებისთვის იქნება ხო ეს ყველაფერი. თქვენ დაგრჩებათ იგივე ფასში. თქვენთვის არ გაიზრდება ფასი არასდროს, იგივენად იაფად დაგრჩებათ. რავი, ჩემი აზრით, საკუთარი თავის გასანვითარებლად აი ეს დღეში რომ ავი 3 ლარი გამოყოთ, არაფერი არ არის, ხო? ანუ არ იმიტომ არ ვიძახი რომ რაღაცა შემოგდენოთ რა რაღაცა რა, მაგრამ ანუ ესეთი რაღაცა ჩემ დროს რო ყოფილიყო, ან მე წვალობდი Google Excel-ში ვიწერდი, სადაც სტატისტიკას ვერ ვნახულობდი წესიურად. ამდენი ინფორმაცია არ მქონდა. ბექტესაც რო ვაკეთებდი, Notion-ში ვინახავდი, მაგდროს Notion-ი ვიცოდი რა. ეს რომ მქონოდა, ბევრად უფრო წინ წამწედო და აი, უფრო მაგარი რაღაცაც არის, კომფორტულია, უფრო პროფესიონალური მიდგომა არის და იმისთვის არის ეს ყველაფერი, რომ აი შენი თავი განავითარო. მეტი არაფერს. შენი თავის გასანვითარებლად არის. რავი, მე მგონი მეტი სალაბარგო სიტუზე ჯერჯერობით აღარაფერი არ. ბევრი აპდეიტები კიდე მომავალში იქნება რა. ეგეთი კითხვა იყო დასმული, რომ აი რატო არის საჭირო, რომ მაგალითად ეგ რაღაც ვიყიდოთ, როცა შეიძლება ეგ ყველაფერი უბრალოდ გავაკეთოთ რა. ჩემი ეს აზრით დაშფორდი. ხო, ანუ ნახე, როდესაც რა ჩემი აზრი არის პირადად ეგეთი და სულ ჩემი პროექტი არ იყოს ეს და ვაფშე ამასთან არანაირი რაღაც ასოციაცია არ მქონდეს, მე პირადად მაინც დავითრებდი ამას და მაგას ამ ბევრი მიზეზი გააჩნია რა. მე პირადად როცა ვტრეიდობ მაგალითად ნებისმიერი ჟურნალი იქნება თუ როგორც იქნება, ჩემს პირველ რიგში ეგ არის ყველაზე მაგარი წიგნი რეალურად რაც არსებობს რა. ანუ რაც გიკეთებია ზოგადად ცხოვრებაში და ტრეიდინგში. ანუ ყველაზე მაგარი არის ჟურნალინგი რა. რომ შენი შეცდომები გაიაზრო პირველ რიგში, ნახო ის რაღაც პატერნი, ბიჰევიორი რაც გაგაჩნია, რომ რაღაცებს ასეთ შეცდომებს უშვებ, მაგის ანალიტიკა და ყველაფერი დააგროვო და მაგაზე განვითარდე და ასე ვთქვათ რაღაც პროგრესი კონდეს რა. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე თუ მექნება იმის საშუალება და იმის ასე ვთქვათ განვითარების მუღამი, რომ ყველაფერი ერთ სივრცეში შეიძლება მქონდეს და პლუს მაგას ინტერფეისი ჩემთვის პირადად შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი არ იყოს და ვიღაცა შეიძლება რაღაც Notion-ის ნაგავი დიზაინი მოწონდეს რა. ეგ ძალიან ინდივიდუალური არის და ვიღაცას შეიძლება საერთოდ არანაირი დატვირთვა არ ქონდეს მაგას რა. მაგრამ ჩემთვის როგორც ტრეიდერისთვის, რომელიც ძალიან პროფესიონალურად უყურებს ამ საქმეს და არა მარტო ის, რომ ჟურნალში რაღაც ჩავწერო, ინტერფეისი, დიზაინი, როგორ არის ჩემზე მორგებული, რამდენად ბევრად უფრო კარგად შემიძლია რაღაცების მენეჯმენტი და არა მარტო ის, რომ ტრეიდი დავაჟურნალო, არამედ ემოციების კონტროლიც ვისწავლო და მაგაზე ყველაფერი მქონდეს რა. ეგ ჩემთვის ძალიან პრიორიტეტული არის და არა იმის გამო, რომ რაღაც მარტო ლამაზი არის. რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთმანეთთან არის, თუმცა მე რასაც ვაკეთებ ამ ყველაფერთან ერთ სივრცეში არის, რომ ზოგავ დროს რა, ვიღაცამ შეიძლება დადგეს და რაღაც ფსიქოლოგიაზე ცალკე იზრუნოს ტრეიდების ჟურნალინგი. მე პირადად ვიძახი, რომ უმრავლესობა ეხა აქ ვინც ისმენთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ჟურნალისტი საერთოდ არ აკეთებთ და არც გაინტერესებთ რა და ვერც მაგიტო ვერ ხედავთ ღირებულებას ამ რაღაცაში რა. თუმცა აი პრობლემა არ არის. ყველა ჟურნალისტს არ დაიწყებს და ყოველს არ იქნება ეგ მოტივი, თუმცა როდესაც პროფესიონალურად უყურებთ და ყველაფერს ასე ვთქვათ იაზრებთ, ხო? ეგეთი რაღაც რომ შენთვის იყოს მორგებული და ერთ სივრცეში იყოს, ხო? ეგ ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს. დროსაც ზოგავ, ენერგიასაც, მაგარი ინტერფეისი გაქვს და საქმეს ბევრად უფრო პროფესიონალურად ეკიდები რა. იმიტომ რომ შენ რო დაინახავ აქ რა, ჯერ არ გაგიტესტიეთ და არც გინახავთ ამის შესაძლებლობა, რომ ძალიან ბევრ დეიტას რო დააგროვებ, იქ რო ძალიან ლამაზად თავის ტკიპლის win rates, ყველაფერს გეუბნება რა უნდა გამოასწორო, ხო? და პლუს მაგარი აპდეიტები არის. რავი, მე ვაფშე forex sector-ზე აღარ შევდივარ უკვე რა. იმიტომ რომ ეგ ყველაფერი იქ მაქვს რა. ჩემი კომფორტის სივრცე მაქვს და ეგ ყველაფერი ძალიან ვეხმარება რა. ეგ არის ამ ყველაფრის ღირებულება. შესაბამისად ეხა მე ჟურნალს იმაში გავაკეთებ, რა ქვია, ცარიელ ფურცელზე თუ იმაზე, რა ქვია, სიდვიუში, ხო? ძალიან დიდი სხვაობა აქვს რეალურად რა. და ეგ არის პერსპექტივა. რამდენად სერიოზულად უყურებ ამ საქმეს. კომფორტის ადგილი არის და ეხა ღირებულებასაც რაც შეეხება, თვითონ პლატფორმის ღირებულება რაც არის, რომ რაღაცა 3 ლარი დღეში თუ რაღაც, ჩემი როდესაც
სერიოზულ ტრეიდინგზე მაქვს საუბარი რა და სერიოზულ მიდგომაზე მაქვს საუბარი. როცა ტრეიდინგს ეხება საქმე, ჩემი აზრით ის რაღაც 3 ლარი იქნება და თუ რაღაცა რა საკუთარი თავის ინვესტიციაში, ჩემი აზრი არის ეგეთ რომ არაფერს არ ნიშნავს. თუმცა ეგ არ ნიშნავს რომ ყველა უნდა დადგეთ და სიტვი უნდა გამოიყენოთ. ეგ არის სისულელე რა. ვიღაც გამოიყენებს, ვიღაც არ გამოიყენებს. მაგიტომაც არის რომ ეს პროექტი გათვლილი არის ძირითადად მაინც გლობალურ ასპექტზე, იმიტომ რომ აქ როგორც არის რომ ჩამოყალიბდა მაგალითად ტრეიდინგის ინდუსტრია, მაგას ძალიან დიდი დრო დაჭირდა და მაგაში წლები გავიდა რაც მე და მე მაგას შალიჩობთ, უცხოეთ შედარებით ბევრად უფრო სხვანაირად უდგებიან ამ საკითხს რა. თუმცა, ნუ დღის ბოლოს ჟურნალინგი რო პირველი არის და ყველაზე მნიშვნელოვანი არის რაღაც ტექნიკური საკითხების გარდა, ეგ ყველამ კარგად იცის ჩემი აზრით რა. კი. რაც ამ საქმეში მოვედი და მით უმეტეს სხვების დავიწყე სწავლება, ჟურნალი იყო პირველი, რასაც ყურადღებას ძალიან ვამახვილებდი რა. აი პაწუც მახსოვს, დღემდე მახსოვს პაწუმ რომ რავი, ერთი წელი ტრეიდობდა მანამდე რაღაც ისრულ ინფორმაციას იღებდა რა და მითხრა რომ შენგან გავიგე პირველად ჟურნალინგზე ვარ და მაგაზე მაგარი რაღაცა მართლა არ არის. კი აქვს ეგ ფუნქცია რომ ისევ გადმოიტანო. მე ჟურნალინგ რო გავიგე. ოიგრია. ეგ დეშბორდზე ნაკლები საუბრი არ მისაუბრე კარგად. აქაც equity course წერს, ანუ equity course არის ანუ შენი PNL-ი, ანუ აკაუნთი რამ მდგომარეობაში აიმატებს თუ იკლებს, რადგან ეხა ერთი არის. მოდი ერთით ჩავწეროთ რა. ერთ ტრეიდით ჩავწეროთ მომგებიანი. რაღაც MNQ buy 2 403 რისკი 123 იგივე რაღაცები უბრალოდ უცებ მივუთითო. რომ კონდეს ეს აქეთ. ხო, აი აქ უკვე ეს დღევანდელი რადგან მარტო ერთს მიჩვენებს 5 ივნისს. მოგება წაგების მაჩვენებელი პროფიტის ფაქტორი, საშუალო მოგება წაგება, აქ win rate 50% გახდა, total trade 2, საშუალო მოგება წაგების მაჩვენებელი. აქაც კიდევ trading activities ესეთ პატარა კალენდარივით არის, აქტიური დღეები, მოგებიანი დღეები, აქ უკვე ივენთები არის, economic countries, დაბარი იმპაქტიანი holiday და ამ შემდეგ ყველაფერს აჩვენებს, რა შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი რომელიც არის მონიშნოთ და მარტო იმას აჩვენებს. აი დღეს ეს ნიუსები იყო. Non-farm payrolls და unemployment claim ეს rate. Recent rates-ი და სტრატეგია. MX-ები აგერ მონიშნავ. და თუ შეასრულებ retail checklist აკეთებს 100%-იანს. თუ ყველა მონიშნეთ ხოლმე. Performance score და შენი trading goals-ი აქ კიდე შეგიძლიათ დავამატო შენი მიზანი რა არის. პირველ target-ი მაგალითად ერთვის განმავლობაში მინდა რომ აი მიზნებზე ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე რა ჩემს YouTube-ზე ფსიქოლოგიურ ლექციებში მიზნებზე ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე რომ მოკლევადიან ეგზელოდიან მიზნები უნდა გქონდეს. აი ეგ არის აქ. ხო? ყველაფერი. Performance-ი და target value მინდა რომ $10,000 გავაკეთო. Create goal-ი და აგერ ამ goal-ამდე ცოტა ბევრი მიკლია. $9,817 მიკლია. Keep going. ანუ გამხნევებთ აქ ხალხო. კიდევ რეპორტებზე აქ ეს არის ტიპი outcome-ი, რეპორტები გაინტერესებდათ, სესიები London Open-ი, MNQ, custom data range-ი და მოდი ესე ვქრათ, რავი, ესე ვნიშნოთ, მაგრამ მაინც იგივე საჩვენებს. Generate report-ი. წაგება მოგებას მიჩვენოს წეღარ რო ჩავწერე მოგება, ერთი მოგება და ეს ფილტრებია. ისევ იგივე. Metaverse-ის მე ძალიან გამოჩვენოს კაი. რავი, ვინც გატესტეთ მოგეწონათ? ნახეთ. ეს მართლა მაგარი რამა უბრალოდ კარგი იქნებოდა ქართული ვარიანტიც იყოს და ეცროს ქართული ასეობით გაასწრო და თან ახალ მაშინ უფრო გაასწროს ქართველებისა. ქართული ასოებით. მაგრამ ძალიან ანუ ვიფიქრეთ გიორგი რომ ორი ენა ყოფილიყო. იად მე ვთქვი რომ ორი ენა ყოფილიყო, მაგრამ აი რომ ვნახე როგორიც გამოვიდა ძალიან ცუდი იყო. ანუ ფიზიკურად აი რავი, აი ვერ გამოვიდოდა. მართლა კი პირდაპირ გეუბნები. დაჯერ რა არის, იცი, ანუ თვითონ სიტყვები რაც არის რა, ტერმინოლოგია, ზოგადად ტრეიდინგის average win-ი, რაღაცა fair value გეპენ, ყველაფერი რასაც ვიყენებთ, მაგას ინგლისური ტერმინები თუ ასწავლეთ შესაბამისად, ხა ქართულად რაღაც backtesting დაემატება, კი დაემატება. ანუ მე რასაც
რასაც ფიქრობ, რომ გამოგადგება ჟურნალში მომავალში, აი ყველაფერი დაემატება. ბექტესტინგი AI უფრო მეტად გვინდა რომ ჩავაშენოთ თავისი ტრეიდები რომ ჩაიწეროს და დაკავშირება ბროკერთან. ყველაფერი მომავლის ეგრებია. ეს ეხა დავით, აი ჩათვალეთ, აი ეხა უბრალოდ გაიხსნა. და ეს არ გიგონოთ რომ რაიმე AI-თია აწყობილი. პირდაპირ კოდი არის დაწერილი. ამასთან თვეები მოვდით რომ გაგეკეთებინა. და დიდი ხანი ვფიქრობდი რომ ეს რაღაცა გამეკეთებინა საქართველოში. პირველი არის და ჩემი აზრით, აი უცხოური რაც არის, იმათ ბევრად ჯობს უბრალოდ ისინი, იმათ უფრო დიდი გამოცდილება აქვთ, მეტი განსხვავება არ არის ჩვენ შორის. კი, დროს ძალიან დაძგავს. აი ის რომ შენ ეხა ავი განახებთ, აიცა